კინო ასევე ცუდი კინო რა. არ ვიცი კომერციული, არა კომერციული. მე მინდა კარგი კინო გადავიღო რა. გონია ჯერ რომ ისეთი ხარისხის ფილმები არ გამომდის რომ ფესტივალზე გავიტანო. მე ცოტა მაღალი მიზნები მაქვს რომ რომ გავიტან მინდა რომ გავიმარჯვო კიდეც. ანუ ჩემი ისეთი ან პირველი თუ არ ხარ არ მნიშვნელობა მეორე ხარ თუ მესამე ან პირველი უნდა იყო. სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტები ძირითად პრობლემებად რამდენიმე თემას განიხილავენ. მათ შორის ტექნიკური ბაზის არ ქონა და კინოსკოლის განვითარების კუთხით სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია. სწავლობდი კინო და ხელოვნების მიმართულებაზე და დიპლომის დასაცავად გვიწევდა ან მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება, მხატვრული ფილმის, ან კიდევ თეორიული ნაშრომის ჩაბარება, რადგან არ გქონდათ ფინანსური საშუალება, რომ ჩვენ თვითონ გადაგვეყო საკუთარი ფილმი, გადავწყვეტეთ, რომ დაგვეწერა თეორიული ნაშრომი და წარმოიდგინეთ რა არის რეჟისორისთვის თეორიული ნაშრომის დაწერა და არა რაღაც ღირებული ნაშრომის შექმნა. ხოლო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით კინოსკოლის აღჭურვილობა არ განსაზღვრავს მის თანამედროვეობას. არსებობს ზოგადად ადამიანური რესურსის პრობლემებიც. ანუ პირველი ალბათ არის ჩვენი ზოგადად აზროვნების ძალიან ვიწრო არეალი. ქემოდან მცირე ბიუჯეტიან ფილმების ტალღა 60-იანი წლების ამერიკულ გრანდ-ჰაუსს შევადარებდი, სადაც B კატეგორიის ფილმები ძირითადად ფინანსურ მოგებაზე მუშაობდნენ. თუმცა ცენზურის არ ქონამ არაერთ რეჟისორს გარკვეული გამოცდილების მიღების საშუალებაც მისცა და რამდენიმე საკულტო ფილმი შეიქმნა. იმედია ქართველი რეჟისორებიც გამოიყენებენ ამ შანსს და მათი შემოქმედება სამოყვარულო დონეზე არ დარჩა. The Beast of Yucca Flats. ჩვენ დავბრუნდით ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი სტუმრები არიან აბეკ ამაისურაძე, კინომცოდნე და დათო ჩიხლაძე, ინტერნეტ კომუნიკაციების სპეციალისტი და ჟურნალისტი. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე ქართულ კინოზე, განსაკუთრებული ესეთი აქცენტით დაბალ ბიუჯეტიან კინოზე. ალბათ უნდა ახსნათ მაყურებლისთვის, ვისაც სიუჟეტის შემდეგ კიდევ დარჩება კითხვები, რა ჟანრზეა საუბარი და საერთოდ რამდენად სერიოზულია ამ ჟანრის ფილმებზე ესე სერიოზულად საუბარი. სანამ საუბარს დავიწყებდე, პირველ რიგში მინდა მიულოცო რუსტან ჭყონიას, რომელიც გახდა მსოფლიო კინოფაბრიკის გამარჯვებული და იმ 10 ფილმს შორის მოხვდა, რომელმაც მიიღო დაფინანსება და იმედი მაქვს, რომ ისეთივე კარგ ფილმს გადაიღებს, როგორც მის წინა ფილმი იყო. რაც შეიძლება ამ ჟანრის ფილმებს, ესე ზოგადად ვერ ვიტყვით, თქვათ, რას ნიშნავს. ანუ მცირე ბიუჯეტიანი ფილმი, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ფილმს აქვს ცოტა დაფინანსება. მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც რადგან მას აქვს დაბალი ბიუჯეტი, არის მდარე ხარისხის კინო, იმიტომ რომ არსებობს უამრავი დაბალ ბიუჯეტიანი ფილმი, რომელიც კინოშედევრად არის აღიარებული. იგივე თქვათ, კინოშედევრად არ არის ჯერ აღიარებული, მაგრამ ოსკარების 2000 წლამდელ ოსკარებზე იყო ნომინირებული ბოიხუდი, რომელსაც 12 წლის განმავლობაში იღებდა რეჟისორი, დაჯდა 4 მილიონი. ეს ამერიკული კინოსთვის არის დაბალი ბიუჯეტი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი იყო, რაც 2014-2015 წლებში ვნახე. ამიტომ იმის თქვა, რომ დაბალი ბიუჯეტი განსაზღვრავს მის მდარე ხარისხს, მგონია რომ მცდარი არის. მაგრამ ქართული დაბალი ბიუჯეტი 4 მილიონზე გაცილებით 250 ლარი აღმოჩნდა თუ რა იყო 50 ლარი. ნაკლებადაც შეიძლება მგონი ფილმის გადაღება. მე მაინც მგონია რომ ეს არის ბიუჯეტო ფილმებიც. მე მაინც მგონია რომ ეს სცენარზე არის დამოკიდებული. ალბათ იმ ადამიანზეც ვინც იღებს ფილმს, თუ კარგ რეჟისორს, კარგ სცენარისტს და კარგ მსახიობებს შეუძლიათ გადაიღონ კარგი ფილმი ნებისმიერ ფასად. ნუ გონია რაღაც უფრო მეტად მომწონს ფილმები, რომლებსაც ზუსტად რაღაც no budget ფილმები, ან სულ 30 თეთრი რომ ჩდება ხოლმე რა. არის ესეთი ფილმები, მე მაყურებელს ვეთქვი, რომ ეს ჩვენი ბექგრაუნდი დღეს, რაც თქვენს ან ჩვენი სტუმრების ფონზეა, ერთგვარად და ამ თემის გამოძახილია პერიოდულად თქვენი საუბრის ფონზე, კადრებს ნახავ ხოლმე და თუნდაც კითხოთ, რა ფილმებია ესეთი 30 თეთრად გადაღებული, 150 ლარად გადაღებული, ინტერნეტში საკმაოდ ფართო ასორტიმენტია, ხო, ესეთი ქართული სურათების. კი, ანუ ქართული ფილმები იღებს ამ ფილმებს. ძალიან ბევრი არის ესეთი ქართული ფილმები, რომლებსაც შეიძლება საერთოდ არ აქვს ბიუჯეტი, ან აქვს ძალიან მცირე დაფინანსება, მაგალითად ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი ფილმები, რეჟისორი არის ერმალო მახრაცე, გენიალური ქართველი რეჟისორი ალბათ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული თქვენამდე რაღაც იღებს ფილმებს, თან ფილმები გამოირჩევიან, რომ არის ძალიან დაბალ ბიუჯეტ
ბიუჯეტური არ არის მაღალი ხარისხის ფილმები რაღაც ერთი კარგ კინოზე რომ აქვს ადამიანს წარმოდგენა უკანასკნელი რაღაცაა და შეიძლება გავახსენდეს ამ ფილმის ყურებისთვის მაგრამ ინტერნეტში ძალიან მოსწონს ხალხს იმიტომ რომ სასაცილოა ჯერეთი ძალიან მე სასაცილოა სერიოზული მიდგომა თვითონ ესეთი საკითხების მიმართ ნაკლებად სერიოზული საკითხების მიმართ ხო ეს ფილმები რაც შეგვიძლია თქვა ძველი ფილმები მისი შვეიცარიის პრინცი დანიიდან ძალიან მაგარი ფილმი ამდენივე ესეთი ეპიკ დიალოგი არის ამ ფილმში მე არის ახლა გამოვიდა ბოლოს გზააბნეული მგონი არც ერთ ქართულ ფილმს რაც ბოლო დროს გამოვიდა ესეთი აჟიოტაჟი წინასწარ არ ქონია რამდენიც ქონდა გზააბნეულის გამოსვლას იმიტომ რომ ანუ ინტერნეტი უფრო კარგად იცნობს ერმალო მახაძეს ვიდრე რაღაც ისეთ ქართველ რეჟისორს რომელიც შევარავი ფესტივალზე კი წარმატებას აღწევს მაგრამ ნუ რაღაც უნდა აუცილებლად 200,000 ვიუ ფიზიკურად ებას ერმალო მახაძეს ყოველთვის აქვს ესეთები რამდენიმე არიან იგივე მაღალთიანი აჭარიდან ძმები ხო რომლებიც სერიალს იღებდნენ იგივე მარკეტილიდან ეს ფილმები ანუ ესეთი ფილმები როგორც წესი მაინც შეზღუდული რაოდენობის მართალია ბევრია ის ნახვები რაც მათ YouTube-ზე აქვს მაგრამ ვიწრო community-ისთვის არის ხო ანუ ფართო მასები ამას ცხადი არ უყურებს ხო ანუ კინოს მოყვარული ალბათ სერიოზულად არ განიხილავს ამას თუ არა მართლა იმიტომ რომ ეს რაღაც ერთგვარი ტრეშ კინო არის ხო ძალიან საინტერესო არის თან ტრეშ კინო იმიტომ რომ ყოველთვის გაჩვენებს ხოლმე საზოგადოებაში რაღაც აი კონკრეტული საზოგადოების რაღაც ან ინტერესებს ან მისწრაფებს აი რაღაც სიტუაცია რომ აიღო და საშუალო რომ გამოითვალო მთელი მოსახლეობის რაღაც ნაწილი როგორ მოიქცეოდა ამ შემთხვევაში ტრეშ კინოს ყოველთვის ზუსტად ისე იქცევენ ხო რაღაც ძალიან საინტერესო არის კლიშეებზე აღებული ძალიან აქტუალურია იმიტომ რომ ის რაც ხდება ვთქვათ ფილმში თუ ეს არის რეალური დრო და რეალური სივრცე ვთქვათ მანდამაინც ახლა თუ ვამპირებზე არ არის ფილმი მაშინ რაღაცა დღევანდელ თემატიკას ასე თუ ისე ან ტერმინოლოგია ან ფრაზები ეს აუცილებლად არის ამ ფილმში განსაკუთრებული ნაწილი არის თან ამ დროს აი ყველაზე კარგი ქართული დაბალბიუჯეტური ფილმი და ყველაზე მეტი რაც იდებოდა ხოლმე 2000-იანების შუაში მანამ სანამ ანუ ესე კარგადაც არის ცოტა ხალხმა ინტერნეტი რა იყო და ცოტა შეიძლება მე ვიღაცებმა დაგწინონ ელემენტარულად რაღაცაზე და რაღაც ახალი გამოჩენილი იყო ისეთი ტექნიკა რაცა ყველა შეიძლება გადაღება ვიდეოზე მაგ პერიოდის ქართული ფილმები არის საოცრება ერთ-ერთი ფილმი იყო მახსოვს გადასახადი ერქვა ნახევარსაათიან ფილმების მობილური გადაღებული ძალიან სასაცილო სხვადასხვა თუ რაღაც წაშალეს რატომ ხაც ყველაფრიდან გაიზარდნენ ეტყობა ის ბავშვები 15 წლის ბავშვების ფილმები მე მგონი ვალი უნდა გადაეხადა თუ რაღაც ტოტალიზატორში იგებს 200 ლარს ზუსტად ესე 200 ლარს და ამას მოყვება ჩხუბი 15 წლის ბიჭებს შორის ახლად 2005-2006 წელია როცა ყველა 15 წლის ბიჭი ჩხუბი თამაშობს ერთმანეთთან ამიტომ ისინი ჩხუბობდნენ უფრო დიღებდნენ უნდა გითხრათ თემატიკაზეც ბექა რაიმე საერთო მახასიათებლები აქვთ ამ ფილმებს რაც ესე შეიძლება გამოვხოთ ხო საერთო თემატიკა ალბათ ის არის რომ გადმოცემულია რაღაცა კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული სოციუმის ცხოვრება ეს იგივე ვთქვათ ერმალო მაღრაძეს ფილმებზე ესე მხიარულად კი ვსაუბრობთ მაგრამ იმიტომ ვსაუბრობთ ესე რომ ალბათ არც ერთი ჩვენგანი სერიოზულ კინოთ არ აღიქვამს ამას თორე სერიოზულ ანუ მე ვფიქრობ სერიოზულ კინოთ ვინც აღიქვამს ამას და გონია რომ სერიოზული კინო არის ესე ხუმრობაში არ უნდა გავატაროთ იმიტომ რომ ეს რო იყოს სერიოზული კინო მაშინ ქართული კინო ყოფილა საშინელ მდგომარეობაში რატომ რაღაც ერმალო მაღრაძის ფილმებს თუ ნახავ ერმალო მაღრაძის ფილმებს ნახავ ნანახი მაქვს მაგრამ ანუ ნახავ იმიტომ რომ გაიცინებ რაღაცა სასაცილო თემები არის სასაცილო დიალოგები მაგრამ ამას რო აღიქვამდე სერიოზულად მაშინ მართლაც მდგომარეობაში ყოფილა ერმალო მაღრაძე როგორ განიცდის ამ ფილმებში გადმოცემულ თემატიკას სხვა ჩვენს ძალიან საინტერესო არის ყველა ფილმს ერმალო მაღრაძის ყველა ფილმს წინ აქვს ანუ ეს არც ერთ რეჟისორში არ შემოხვედრე არასდროს როცა რეჟისორის ძალიან დიდი კომენტარი აქვს წინ აი მე არ ვამბობ რაღაც თემას განიხილავს ახალგაზრდები დღეს ერთობიან ესე და არის არასწორი და როგორ უნდა გაერთონ და როგორ იქნება სწორი და მე ვიწყება ნახევარსაათიანი ფილმი 14-15 წლის პირზე რომლებიც ცდილობენ რომ ცოლი მოიყვანონ და ეს უნდა გაერთონ
და მაინც ესე რომ დაუბრუნდეთ, ანუ ალბათ თქვენ გულისხმობთ რაღაცა მაღალ მხატვრულ ფასეულობ განსაკუთრებული ეს არ არის მეინსტრიმ კინო, ეს არ არის არც არტ-ჰაუსი, რომელიც შეიძლება იყოს დაბალბიუჯეტიანი, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ფაქტორი, ეს ადამიანები, განსაკუთრებული ამ ადამიანებს დარწმუნებული ვარ, ძალიან უყვართ კინო. ამიტომაც იღებენ. და სამწუხაროდ ის ინსტიტუტები, რომლებიც თქვა ადრე არსებობდა, ისეთი როგორც იყო ბავშვებისათვის, თქვა პიონერ ფილმი, სადაც არაერთი თქვა დღეს მოღვაწე აქ ადამიანი თქვა სწავლობდა, არ ვიცი გახსოვთ თუ არა იცით თუ არა რა არის. ეს შემთხვევაში იყო მსგავსი ბავშვებისათვის კინოსტუდია პიონერთა სასახლეში და იქ ძალიან ბევრი ბავშვი იღებდა ფილმებს, ძალიან პროფესიონალურ დონეზე ასწავლდნენ ამას ყველაფერს, ანიმაციას და სხვადასხვა ჟანრები იყო. სხვადასხვა მე მახსოვს რომ იყო ასეთი გიორგი კერესელიძე, რომელმაც თავისი მულტიპლიკაციისათვის ეს ფილმი ბავშვის ფილმი გააგზავნეს თავის დროზე დისნეის გაუგზავნეს სტუდიას და დაჯილდოვდა და ნუ მოკლედ ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩვენი საბავშვო ცხოვრების საერთოდ, მაგრამ რისი თქმა უნდა ეს ინსტიტუტები აღარ არის. ანუ და ეს არ არის მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც კინო უყვართ და ესეთი სამოყვარულო ფილმებს იღებენ. აქ არიან ახლა ჩვენ სიუჟეტში ვხედავდით ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც იდეაში უნდათ სერიოზული კინოს გადაღება და დღეს უბრალოდ ცდილობენ რომ ეს როგორც ხერხი გამოიყენონ და თქვა დაბალ ბიუჯეტიანი ფილმები გააკეთონ. თქვენ მიგაჩნიათ რომ ეს ერთ-ერთი გამოსავალია იმისათვის რომ თქვა განვითარდეს კინო, ანუ სტუდენტმა თავისთავად ალბათ უნდა გადაიღოს, ხო არ უნდა დაელოდოს მანდამაც ვიღაცის დაფინანსებას. აუცილებლად რაც უფრო მეტ სიშრომებს საკუთარ თავზე, რაც უფრო მეტ პროდუქტ დადებს, რა თქმა უნდა ეს საკუთარი თავის რეალიზაციისთვის და გაზრდისთვის ყველა შემთხვევაში დაეხმარება. როგორ ფიქრობთ? თუ არ განიხილავთ ამას როგორც მე ძალიან მომწონს როცა რაღაცას იღებენ და ეს რაღაცა ხდება ინტერნეტში უბრალოდ ნებისმიერ ვიდეო. ნებისმიერ ვიდეო ყოველთვის აქვს ძალიან დიდი ნახვა ინტერნეტში, YouTube-ზე და ეს თავისთავად კარგია, იმიტომ რომ იგივე კომენტარებით ვთქვათ, სერიოზული განხილვებითაც, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მიდიხარ იმ დასკვნამდე, რა არის უკეთეს და რა არ არის უკეთეს. კი ბატონო, თან რაღაცნაირად ბოდიშო ჩაგეჭერით ეს ტრეშ ვიდეოები გახდა რაღაც გამოყოფილი ნაწილი ეს ინტერნეტ კულტურის თუ ესეთი რამე ყალიბდება და ჩამოყალიბდა საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ზუსტად ესეთი ვიდეოები, ხო? ანუ ვიდეოები, რომლებზეც ადამიანებს შეუძლიათ რომ გაერთონ. და რაღაც ინტერნეტის ამასაწყენი იქნება ისეთი რაღაცის გარეშე, რაც აბსოლუტურად სერიოზული კონტენტი. ხო, ყოველთვის რომ ყველაფერი წამოიქეთ, ციხართ Facebook-ს სკროლავთ და ყველაფერი სერიოზული არსებობს. თუმცა როდესაც მე ვამბობდი რომ არც ალბათ ფართო მასებისთვის ეს ფილმები მაინც რაღაცა სუბკულტურად რჩება, ზუსტად ამას გულისხმობდი რომ არა ინტერნეტ მომხმარებელმა, სიტყვაზე ჩვენმა მშობლებმა რომ ნახონ ეს ფილმები, დარწმუნებული ვარ სხვანაირი რეაქცია ექნებათ, ანუ ჩვენ ინტერნეტ მომხმარებლებს გვაქვს გარკვეული დამოკიდებულება მის და მე და არა ანუ სხვა ადამიანები ვინც ინტერნეტში ამდენ დროს არ ატარებენ და რომლისთვისაც ეს ტრეშ კულტურა, ცოტა გარკვეული კულტურა ალბათ ცოტა სხვა რეაქცია ექნებათ. და ქუჩის ბოლო არის ესეთი ორსერიანი ფილმია და გადაიღეს 2014 წელს თან ამ ახალი ტრეში არის, ოღონდ წინა ადრეული ფილმების განმეორებით განსხვავდება, რომ კარგი კამერით არის მართლა გადაღებული, რაც HD გამოსახულება YouTube-ზე, შედიხარ თავიდან გონია მართლა ისეთ ფილმს უნდა უყურო არა და არის თავიდან ბოლომდე ისეთ საუკეთესო ტრეშ ტრადიციაში გაკეთებული 15 წლის თინეიჯერები რომ ცდილობენ რომ იყო რაღაც ტონი მონტანა სტილის განგსტერები და სერიოზულ მანქანები ჩამოყვანის ბიზნესს რომ ცდილობენ გააკეთონ და შემდეგ ესეთ თემების ექსპლუატაცია ამედის კიდევ და ეს ამ საათ მეგობარი მეყვებოდა და Facebook-ზე მეც მოგივიდა და რაღაც კინოთეატრებში აჩვენეს ეს ფილმი. კინოსახლში აჩვენეს, ამ დაიქირავეს თუ როგორ მოახერხეს დათანხმება ხალხის ამ ფილმის გაშვებაზე არ ვიცი, მაგრამ ну გავიდა ფაქტი YouTube-ზე ძალიან ბევრი ნახვა ქონდა სხვა შორის აქტიურად ცდილობდნენ დააპირებას ამ ხდებიან ესე ადამიანები რომ ინტერნეტი მათთვის არის შანსი და ბოლომდე იყენებენ Facebook-საც მათ შორის YouTube-საც და ყველანაირ ქსელს იყენებენ ფორუმებზე ადრე უფრო მეტად ფორუმებზე იყო ხოლმე რაღაც ამ ფორუმში და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ ახლა ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ ეს არის ინტერნეტ კულტურა რაღაცა ინტერნეტ კულტურის ნაწილი განსაკუთრებით მანამდეც არსებობდა ეს კულტურა განსაკუთრებით შეერთებულ
შოუ-სტატებში ჩვენ ვიცით ეგრეთ წოდებული B-movies თქვათ რასმაერი რომელსაც თავის დროზე დასცინოდნენ მე მახსოვს რომ კინოჩვენებებს და გადამულ მარათონებს აწყობდნენ რაღაც 15 საათიანი რასმაერის ფილმებს აჩვენებდნენ და ისეთი რეჟისორები როგორც არის თქვათ ტარანტინო ფაქტიურად ამ ფილმებს ეყრდნობა და რევერანსებს უკეთებს და ომაჟებს აკეთებს რეგულარულად რამდენად აქვს შანსი თქვათ იმას რასაც თქვენ უყურებთ დღეს რომ ერთჩვენიერ დღეს ეს გახდეს რაღაცა ხარისხიანი საინტერესო კულტურული ასპექტის მქონე რაღაცა მასალა არის ხედავთ რამეს ესეთ პერსპექტივას ეს არ ვიცი ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ იმიტომ რომ გააჩნია საზოგადოება რა დონემდე მივა რამდენად სერიოზულად რამდენად დავეშვებით ეგრეც არ არის შეიძლება ვთქვათ მე ვფიქრობ დღეს რომ ეს არის ცუდი მაგრამ ვიღაცამ ისე დამანახოს ეს თუნდაც ცუდი ხარისხით დაბალი ბიუჯეტით გადაღებული ფილმი რომ თქვა რომ ამაზე კარგი ფილმი არ მინახავს ასე რომ ესე ზუსტად ვერ იტყვი რა შეიძლება თუმცა კინოკრიტიკოსს ანუ შენ როგორც კინომცოდნეს კითხავ კინოკრიტიკოსების ყურადღებას რამდენად იქცევს ანუ სრულიად არ სერიოზულად აყენებს მსგავს ნამუშევრებს თუ რაღაც გარკვეულ მნიშვნელობას მაინც ატარებს ისე ვიტყვი რომ გააჩნია ვთქვათ რა დონეზე გადაიღებენ ფილმს თორე ხა ვუყურებ ვთქვათ იგივე ერმალო ახლაძის ფილმების ფანი მეც ვარ იმიტომ რომ ვუყურებ ვიცინი ვერთობი რაღაცა დრო გამყავს მაგრამ ესე სერიოზულად ვერ დავჯდები და ვთქვათ რაღაცას ვერ დავწერ ამ ფილმს დათოსთან მაკითხვა იმიტომ რომ შეიძლება მაინც როგორ ფიქრობ ამ ჟანრს ამ ტიპის ფილმებს ვინაიდან დღეს მაინც მათი პლატფორმა მაინც ინტერნეტია ხო მიუხედავად იმისა რომ კინოშიც ცადეს თურმე ჩვენება მაგრამ ამის მონეტიზაცია შეიძლება მოხდეს როდესაც მე ვთქვათ ჩვენ ცხოვრობთ იმ ერაში როდესაც არსებობს Kickstarter-ი ეგრეთ წოდებული crowdfunding-ი როდესაც რო აუხსნათ მაყურებელს ვთქვათ მე ვიღებ რაღაცა ნაწყვეტს ვთქვათ 5 წუთიან ნაწყვეტს მე ვდებ ამას ინტერნეტში და ვეუბნები ჩემ მეგობრებს რომ აი მე ვაპირებ ფილმის გადაღებას და დამეხმარეთ მოდით შევაგროვოთ შევაკოწიწოთ ფული ცოტა იმისათვის რომ სრული ფილმი გადავიღოთ ამის შანსი აქვს ანუ ტენდენციები არის ამის ხედავთ რომ ცდილობა აქვს რომ დააფინანსონ ეს ფილმები მონეტიზაციის შანსი რა თქმა უნდა არის ნუ არ არის აუცილებელი რომ მაინც Kickstarter-ით მოხდეს იმიტომ რომ არ მგონია რომ ასე მოხდეს მაგრამ ვიცი ეს არის თვითონ ერთი ადამიანის ნაწარმოები ვიდეო პროდუქცია და ყველა ვიდეო პროდუქციას აქვს შანსი YouTube-ზე რომ იყოს წარმატებული თუ მას აქვს ბევრი ნახვა და ნუ მათ ამ ვიდეოებს აქვს რეალურად ბევრი ნახვა ხო ანუ არ ვიცი თუ როდეს მე ერმალო მაღაზია თავის channels გააკეთებს და შეეცდება მონეტიზაციას შეიძლება მართლა იშოვოს რაღაც თანხა იმიტომ რომ რამდენიმე 100,000 ნახვაზე ნამდვილადაა მისი ფილმები ან ნაწყვეტები მისი ფილმებიდან თუ ახალგაზრდები როგორც არის მაგათაც ერთხელ არკეთილში იყო ეს ქუჩის ბოლო და შემდეგ ეს ბოლო წლების ფილმები რაც იყო რომლებიც უკეთ შეიძლება ფლობდნენ ამ ტექნიკას დაფიქრდებიან და ამას შეხედავენ არა როგორც ან დამპლინს დიდ კინოში ან უბრალოდ მაიმუნობას ხო და შეხედავენ როგორც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად შეუძლიათ რომ ფული შემბოს და შეუძლიათ რომ არკვევები გახდნენ ამ ყველაფრით და მე სადღაც უფრო მეინსტრიმში შემოსვლა ასე ვთქვათ ხო კი ან როგორც ხდება ინტერნეტს ხავს თავისი ვარსკვლავები ყოველთვის ნუ საქართველოში არ მგონია არსებობდნენ ისეთი ინტერნეტ ვარსკვლავები რომლებიც მე ხდებიან ისეთ წარმატებული სარეკლამო სახეები მაგრამ ნუ რა ვიცი ინტერნეტი არსებობს და რეკლამა არსებობს ოდესმე ალბათ ეს სახაც მოხდება კეთილი დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ჩვენთან სტუმრობისთვის მაყურებელს ვეთქვით რომ ჩვენთან სტუმრად იყვნენ ბექა მაისურაძე და დათო ჩიხლაძე და აქვე მაყურებელს ვეთქვი რომ თუ გააჩნიათ რაიმე ისეთი ვიდეო ნამუშევარი რომელიც ფიქრობენ რომ ჩვენი ყურადღებას მიიქცევს თუნდაც იგივე მობილურით გადაღებული ფილმები ან სხვა რაიმე სახის ვიდეო კონტენტი გამოგვიგზავნეთ Facebook-ი პრინციპში ამისთვის საუკეთესო საშუალებაა და ჩვენ ძალიან სიამოვნებით გავუშვებთ ამ მასალას თქვენ კიდევ ერთხელ ჩვენთან სტუმრობისთვის